მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პოეტურმა სალონმა შეხვედრა მოუწყო მწერალთა კავშირის შემოქმედ ჯგუფს, რომელიც დასასვენებლად ქვიშხეთის მწერალთა სახლში იმყოფება. მწერალი რეზო ჭეიშვილი, პოეტი ვახტანგ ჯავახაძე, მთარგმნელები ჯემალ აჯიაშვილი და გივი შაχνაზარი. აი ის ადამიანები, რომლებიც დღეს მუზეუმის სტუმრები იყვნენ და მიუხედავად საქართველოში შექმნილი მდგომარეობისა, ერთგულად და უდრტვინველად ემსახურებიან ქართულ მწერლობას, მთარგმნელობით ხელოვნებას. სალონის წევრებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება. შემდეგ გაიმართა უშუალო საუბარი. პასუხი გაეცა უამრავ შეკითხვას. ბოლოს გავესაუბრეთ ბატონ რეზო ჭეიშვილს. ბატონო რეზო, დღევანდელმა საქართველოს შექმნილმა მდგომარეობამ რა გავლენა იქონია თქვენ სამწერლო წამსზე? სამწერლო წამსზე ცუდი გავლენა არ იქონია, მაგრამ სამწერლო ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითი. და ვართ ახლა მყოფაში. ახლა მწერლები მოიყვანეთ თქვენთან ქვიშხეთში. ადრე მეტი საშუალებები იყო და ახლა რაღაცნაირად გამოვძებნეთ თავრობის დახმარებით და დავასვენეთ. ხალხი მხოლოდ 20 დღით. როცა მან ქვიშხეთში სახლი, რომელიც ახლა ინგრევად დიმიტრი ყიფიანის სახლი, დიდი მამულიშვილის 20 დღე რაღაცნაირად გამოვიდა და იყო 2 თვით, მეტით. მწერლები ცხოვრობდნენ, ქმნიდნენ. ეს ისტორია, სახლი და თავრობამ ჯერ ვერ მოახერხა. მის გასიგრძე განებაც. ბევრი მწერალი ცხოვრობდა იქ დიმიტრის გარდა. მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილი ქვიშხეთიდან დაიჭირეს, წაიყვანეს და დახვრიტეს. ხო, სხვა მწერლები წოდაშორის, რომელიც იქ იყვნენ. რას გვეტყოდით ხაშურის პოეტ? ახლა საშიშროება პირად ჩვენზე ვერ გვძნობ, რომ ვინმე გავგვიყვანს და რას გვეტყოდით ხაშურის პოეტურ პოტენციალზე, ასე ვთქვა? დღევანდელი იმის მიხედვით თუ იმიგზელებთ, საკმაოდ იმედიანი განწყობილებით მივდივართ.